200,000-მა ადამიანმა დატოვა კონფლიქტის ზონა. ძირითადად ეთნიკურად ქართველებმა. არ დაუტოვებია 200,000, 200,000-ზე მეტმა დატოვა ქართველმა. 340,000-ზე მეტმა დატოვა ტერიტორია. ეს არის აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის დაახლოებით 2/3. აქვე მითითებული არის მოსახლეობა, რომ დღეს აფხაზეთში ცხოვრობს 340,000 ადამიანი. თვითონ აფხაზური მონაცემები, დავანებოთ, რომ ქართული მონაცემებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აფხაზური მონაცემები არის ეს რეალური. 2003 წლის მონაცემებით აფხაზეთში ცხოვრობდა 214,000 ადამიანი. ანუ არც ეთნიკური წმენდის რეალური ციფრებია აქ მოცემული და ასე შემდეგ. შემდეგ მთავარი. უკვე ბოლო პერიოდზე რო გადმოვიდეს, აქ არსად არ წერია, რომ 2008 წლის 4 მარტს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა უზენაესმა საბჭომ პარლამენტმა მიიღო დადგენილება ზემო აფხაზეთის განთავისუფლების თაობაზე, ლაპარაკი კოდორის ხეობაზე და დაავალა პრეზიდენტს ბაგავს განეხორციელებინა ყველაფერი ეს. ანუ საომარი მოქმედებები ყველაფერი ეს მზადდებოდა. აქ საუბარია შემდეგ უკვე დანარჩენი აღწერილობითი ნაწილია, არჩევნები როგორ ჩატარდა და ასე შემდეგ. ამიტომ მე გამოვთქვი ვარაუდი, რომ ამასთან ერთად ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ, იყო საუბარი ჩემი ინიციატივით ბიუროზე, მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არ ვერევით შეფასებით ნაწილში. ასეთი დასკვნების შემდეგ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ეთნოწმენდა, თუ შეიძლება მას ეწოდოთ ნახევრად თავისუფალი ტერიტორია, როგორც არის ეს აღნიშნული Freedom House-ის დასკვნაში, ეს არ არის ჩემი განჯის თემა. თუმცა ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი მოსაზრება, რომ ის სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა ამ ტერიტორიის ანექსია და ოკუპაცია, დღეს რეალურ რეჟიმს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, რუსეთზეა ლაპარაკი და ის არის არადემოკრატიული ქვეყანა და მის მიერ მოყვანილი რეჟიმი აფხაზეთში როგორ იქნება ნახევრად დემოკრატიული, ესეთ პრინციპში არის გაუგებარი. ანუ ყველაფერი აი აქედან გამომდინარე, რაც მე ვისაუბრე, გამოვთქვი ის მოსაზრება, რაც იყო თქვენს ტელევიზიაში, მაგრამ ეს რატომღაც მიაბეს არა Freedom House-ის, არამედ სხვა სიუჟეტს, იმიტომ რომ მე არც სხვა სიუჟეტის ფონზე იქნა ეს ჩემი ინტერვიუ მიცემული. ხო, უამრავია ამ მიმართულებით კიდე, მაგრამ მე მგონი ყველა დროს მოტაიდობთ ბატონო შოთა. შემდეგ ისევ მოგეცემათ და შოთა. თქვენ მიბრძანეთ და ამიტომ მე მოგახსენეთ რაც წერია ამ დასკვნაში. თქვენ პრესკონფერენციაზე თქვენ ბატონმა ლევონ ბერძენიშვილმა თქვით, რომ ეს ყურაცაღები და ისეთი მძიმე დასკვნებია და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. სხვა მაგალითად შენიშვნა თუ გაქვთ ამ დასკვნებთან დაკავშირებით, Human Rights Watch-ის Freedom House-ის დასკვნებთან დაკავშირებით. თავიდან ვიტყვი, რომ რასაც ბატონი შოთა ამბობდა, მე მოვისმინე საინფორმაციო ისტორიას და ვიცოდი, რომ Freedom House-ზე იყო ეს შენიშვნები, ანუ ეს ინფორმაცია გავიდა სწორად, რაც შეიძლება ხუთში არ იყო. არა, ეხლა გავიდა როგორც Human Rights Watch-ის. ეხლა ანონსში თუ საინფორმაციო თქვენზე ანონსში. აჰა. ბუნებრივია, იმას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაზეც ბატონი შოთა საუბრობს და ჩვენ ყველანი მოწოდებული უნდა ვიყოთ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლებაც, რომ ვიზრუნოთ გარკვეული სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულ ბექგრაუნდს აქვს დიდი მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, დღევანდელი სიტუაციის ანალიზისას, მაგრამ არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ თუ ჩვენ არ დავინახეთ დღეს რა პრობლემები გვაქვს და დღეს რა სირთულეებთან და სიძნელეებთან გვაქვს საქმე, მაშინ ბევრად უფრო მეტი სირთულე და სიძნელე შეგვექნება ხვალ და ზეგ და ფაქტია, რომ რაზედაც თქვენ ამბობთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრად უფრო გაუარესდა ეს შეფასებები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იყო გარკვეული კრიტიკა, ქალბატონი სოფო ამ სფეროში მუშაობდა მუდმივად და გამეთანხმება ალბათ, მაგრამ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, იმედები ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომ ის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა. აი ამის კლასიკური მაგალითი იყო EUTHO-ს დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც კარგახანს არ გამოქვეყნდა, გახსოვთ თქვენ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და გამოქვეყნდა აგვისტოს მოვლენების შემდგომ და იყო ძალიან კრიტიკული.
ჩვენ ვიცნობდით შუალედურ დასკვნას, შეხვედრები ჰქონდა EUTOS წარმომადგენლობასთან, მათი დამოკიდებულებები იყო ძალიან კრიტიკული, მაგრამ არ იყო ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო უკვე აგვისტოს მოვლენების შემდგომ. ანუ ხელისუფლების მიმართ იწურება საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ლიმიტი, რომელიც იყო ძალიან მაღალი. ერთია მე რა დამოკიდებულება მქონდა ამ ხელისუფლების მიმართ და ჩემი დამოკიდებულება ამ მხრივ ძალიან არ იცვლებოდა, თუმცა ბევრი რამე ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ამ ხელისუფლების ქმედებებში, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა დიდი ნდობა, დიდი იმედი, დიდი მოლოდინი, ასე ვთქვათ, როგორც უყვართ დღეს თქმა, ესეთი კარგი кейსი იყო შექმნილი საქართველოს ხელისუფლების სახით, მაგრამ ბოლოს ძალიან ბევრმა დაინახა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ საქმე მიდის ძალიან ცუდად და ძალიან მძიმედ. Human Rights Watch-ის დასკვნა არის ძალიან სოლიდური. იქ შეიძლება მე ძალიან დიდი ნაწილი წავიკითხე მე თვითონ, ნაწილი მომიმზადა ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა, მაგრამ ვაპირებ, რომ ბოლომდე წავიკითხო. თუმცა ძირითადი ის ტენდენციები, რა თქმა უნდა, წავიკითხე, გაშლილ ნაწილში წავიკითხე საქართველოს მხარე, წავიკითხე რუსული მხარე. არ წამიკითხა ჯერჯერობით ოსური მხარე და დავინახე რა, რომ ძალიან ობიექტურად არის დანახული სურათი. იქ სერიოზული ბრალდებები არის რუსული მხარის მიმართ, სერიოზული ბრალდებებია საქართველოს მხარის მიმართ და შეიარაღებული ძალების მოქმედების ნაწილს რაც შეეხება, ყველაზე მძიმე ბრალდებები არის ოსური შეიარაღებული მხარის მიმართ. ეს წინასწარ, ასე ვთქვათ, აღწერილ ნაწილში ძალიან კარგად ჩანს. და როდესაც ჩვენ ველაპარაკებით საერთაშორისო მხარდაჭერაზე ჩვენ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ელექტრონული მედია მყავს მხედველობაში და ის მედია ბევრი განმარტებები გვჭირდება ხოლმე, როცა ამაზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს ტოტალურად და აბსოლუტურად, ჩვენ ვნახეთ ასეთი რამ, რომ საქართველოს ხელისუფლება მადლობას უხდიდა ამ ორგანიზაციას ძალიან ობიექტურად ჩატარებული სამუშაოსათვის და ობიექტური დასკვნისათვის, ისიც ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების ერთი ნაწილი მადლობას უხდის და ხელისუფლების მეორე ნაწილი ამბობს, რომ იქ ძალიან ბევრი რამ არასწორად იყო გაკეთებული. ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება. ისინი რამოდენიმე აბზაცში მეორებდნენ, რომ როგორი აბსოლუტურად ობიექტური და მიუკერძოებული იყო რუსეთის მიმართ და როგორ ეთანხმებოდნენ ამას, როგორი ობიექტური და მიუკერძოებელი იყო ცხინ ეგრეთ წოდებული სეპარატისტული მხარის მიმართ და ეთანხმებოდნენ ამას, ხოლო არ ეთანხმებოდნენ საქართველოს მხარეს წაყენებულ პრეტენზიებში. ეს პრეტენზიები ალბათ მიემართებოდა მთავარს და მთავარს, რაც უკვე მერამდენე საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ფიქსირდება, არა ერთაზროვნად, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვითა და შემოგარენის სოფლების დაბომბვით დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება აი ამ ფაზაში გადასვლა უკვე. როდესაც ეს ყველაფერი მიეწოდება საზოგადოებას ისე, ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, მაგრამ ამ განცხადების მხოლოდ ის ნაწილებია გადაცემული უკვე მედია საშუალებებით, სადაც მთელი კრიტიკა მიემართება რუსეთისა და ოსური მხარის მიმართ და ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართაც არის კრიტიკა. მე ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ქარტია რომ იყო ახლა დიდი წარმოდგენა ამ დოკუმენტზე არ მაქვს და არც ასე ვთქვათ ისე ვაბაიბრუებ როგორც ზოგიერთები ამას ამბობდნენ, მაგრამ იყო კარგი პოზიციის დაფიქსირება. და ამ კარგი პოზიციის დაფიქსირებაში ორი ქვეყნის ხელისუფლება იღებდა ვალდებულებას ბევრ რამესთან ერთად ინფორმაციის სწორად მიწოდების თვალსაზრისით. და როდესაც ამხელა ნაშრომზე ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციისა, რომელიც ეხება შენი ქვეყნისათვის ძალიან საკვანძოდ და ძალიან პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხს, არ აწოდებს ზუსტ ინფორმაციას, სწორ ინფორმაციას შენს მოსახლეობას, მუდმივია გვაქვს პროპაგანდასთან საქმე. ჩვენ აი რა მდგომარეობაში ვართ, იცით, ალბათ მედია საშუალებების წარმომადგენლებიც და პოლიტიკოსებიც ან პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები. რასაც ვისმენთ, თქვათ ჰილარი კლინტონის გამონათქვამი. ჩვენ სანამ არ ვამოწმებთ პირველ წყაროში, ვერ ვიჯერებთ ამას.
ეს არის ძალიან ძიმე მდგომარეობა, იმიტომ რომ ჰილარი კლინტონის კი არა, საკუთარ პრესკონფერენციას ვერ იცნობ რუსთავიორის ეთერში და გნებავთ იმედის ეთერში. ვერ იცნობ ნამდვილად, ყოველ შემთხვევისთვის დასკვნას ვერ გამოიტან